როლში და მივესალმები შენ მაყურებელს და განსაკუთრებით სინდისის პატიმრობს, იმიტომ რომ ვიცი რომ შენი ეს ერთ-ერთი ბოლო გადაცემაა, რაც გადის ხოლმე ეთერებში და როგორც ვიცი, ძილის წინ რასაც უყურებ ხოლმე სინდისის პატიმრები არის ერთ-ერთი ეს გადაცემა. Facebook-ის ამბები მოგვიყევიო და ვცდილობ რა ის რასაც ასტატუსებენ, თქვა და სულ ამას ასტატუსებენ, ყველა ქიმიკოსი გახდა Facebook-ზე. კი ბატონო, ხო, ჩემ გამოცდილებას რაც შეეხება აქციებზე, მე თარიღებით ვერ მოვყვები ცხადია, იმიტომ რომ ყოველდღე დავდიოდით აქციებზე, როგორც მე ასევე გურამ რომელ დღეს რა მოხდა ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ მე წყლის ჭავლია არ შემსხმია, ეს მოწამლული მე მოვიწამლე, ასე ვთქვათ, ჰაერიდან. იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არსებობდა ინვენტარი, რომელშიც შიგნით, ანუ არ არსებობდა, ანუ იქნებოდა ჩვეულებრივი პირბადა, თუ იქნებოდა რაღაცას განსაკუთრებულად ძვირად ღირებული და მაშინ ძალიან რთულად იშოვებოდა ხოლმე ეს რესპირატორები, იმიტომ რომ რაღაც დეფიციტი გაჩნდა, მე აკრძალეს კიდევაც ამის ხმარება, ხო? არ არსებობდა ფაქტობრივად ინვენტარი, რომელშიც არ აღწევდა ეს გაზი და ფაქტობრივად ხილვადობა იყო შეზღუდული უკვე რუსთაველის გამზირზე, ბილტმორის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენს იყენებდნენ და მეორე დღესაც რომ მოვდიოდით ხოლმე საღამოს აქციებზე, ისევ აი ეს სმოქს, რასაც ვეძახით ხოლმე, ხო? აი რა ნისლივით იმ ადგილას იყო. ამ ნიღბის არ მოხსნათ შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ შიგნით ტრიალებდა ეს გაზი და მოხსნის შემთხვევაში საერთოდ საწანო ან ფიზიკურად ვერ გაასწრებდი იმ ადგილიდან იმ ხელა იმაზე იყო, ხო? და რაღაც მომენტებში გქონდა განცდა ან ვერ ამოისუნთქავ, ან ჯობია რომ არ ამოისუნთქო, იმიტომ რომ ეს სუნთქვის პროცესი ძალიან მტკივნეულია იმ მომენტში, როდესაც გიღიზიანებს ეს სასუნთქგზებს და კიდე მომდევნო დღეებში იყო, რა თქმა უნდა, ამით მთელი კანი იწამლება, არა მხოლოდ სასუნთქგზები. მე არ ვიცოდი მაშინ, მე ამიხსნეს, მაგრამ სანამ გავიგებდი რომ თურმე წყლით ამის ჩამოწმენდა კანიდან არ შეიძლება, ხო, და ფაქტობრივად დამწვარი ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გაწითრებული სახით და აქციურად სოციალურ ქსელშიც, სხვადასხვა ჩატებშიც აქტივისტები ერთმანეთს უზიარებდით ხოლმე, რომ აი სახე მაქვს წითელი და რა გავაკეთო, რითი ჩამოვიბარო და მე აღმოჩნდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური ხსნარი იქნებოდა ხოლმე ეფექტური, მაგრამ მე რა თქმა უნდა ახლა თავისუფლებას ვაძლევ, რომ ჩემი გამოცდილება ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ არანაირად მოსატანი არ არის ეს ჩემი გამოცდილება იმასთან, რაც იმავე დღეებში მესმოდა სხვა ადამიანების მხრიდან მომდევნო თვეებშიც და დღემდე, ხო? ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თითქმის დადასტურებულად უკავშირებს მის ჯანმრთელობის პრობლემებს, აი იმ დღეებს კონკრეტულად, როდესაც მოიწამლნენ და არიან ადამიანები, ეს განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაა ჩემთვის, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ დაადასტურებენ, მაგრამ ეს ეჭვი არასდროს არ გაქრება, რომ მათი ახლა ხედველობა, რომელიც დაუქვეითდათ მაგალითად იყო აქედან გამომდინარე, აი ამ ქიმიური იარაღით მოწამვლის შედეგი, არის რამდენიმე გარდაცვლილი აქტივისტი მაგალითად, რომლებსაც ანევრიზმა თქვენთან იყო ახლა სტუმრად, სანამ შემოვიდოდით მე და გურამი თათია ქვია თუ არ ვცდები საუბრობდა იმაზე რომ აქციების მოწამვლის შემდეგ ანევრიზმა გაუსხდა ქონდა აუტანელი ტკივილები მე ცხადია ამ მიმართულებით არანაირი განათლება არ მაქვს სამედიცინო თვალსაზრისით და არც სტატისტიკას არ ვიცნობ მაგრამ ჩემხელა ადამიანებში რამდენიმე თვის განმავლობაში ამდენი ადამიანი ყოფილიყო ჩემ გარშემო ვისაც ანევრიზმა ან გაუსკდა ან აღმოაჩნდა ეს ეჭვები უბრალოდ არსებობს ეს კითხვები არსებობს და არსად არ წასულა და მე ძალიან მიყვარს როგორ გადაწყვეტენ ხოლმე ეს ბატონები ხო რომ ესე გამოაცხადონ თვითონ გადაწყვეტონ რომ ამაზე კითხვები აღარ არსებობს ეს თემა არის დახურული მაშინ როდესაც ჟურნალისტი მისდის და კონკრეტულ კითხვებს უსვამს და ეს ცხადია ნიშნავს იმას რომ მათი პროპაგანდისტული ტელეარხები შეწყვეტენ აუცილებლად ამაზე საუბარს და რაც თავისთავად ნიშნავს იმას რომ თავისუფალმა მედიამ, ასევე სოციალურ ქსელში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში აი ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები, ასევე ის ძალიან ლეგიტიმური კითხვები, რასაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ჟურნალისტები სვამენ, არავითარ შემთხვევაში ამ საკითხის ირგვლივ არ ჩაიკარგოს და არ მოიხსნას საინფორმაციო ციკლიდან ქიმიური იარაღით ადამიანების მასიურად მოწამვლის საკითხი, იმიტომ რომ არ არის ხოლმე ხანდახან მარტივი ამოსაცდელი
მოსაცრები, მაგრამ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს თემა გადაიფაროს, ხო? ეს იყო თავიდან მაგალითად რაღაც ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმის განსაკუთრებულად მყვირალა ნაწილების შემოგდება, ხო? მაგალითად, რომ სკოლაში ბრუნდება ფორმები იმისთვის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ხერხი იმისთვის, რომ სხვა რაღაცა სისულელეზე დაგვაწყებინონ ლაპარაკი, რაც შესაძლოა საბოლოო ჯამში არც გქონდეთ იმის მიზანი, რომ ეს შემოიტანონ, მაგრამ მიზანი არის ის, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც იმ დღეს ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ფაქტია უბრალოდ, რომ ამ კითხვები არსებობს და ისინი თავს ვერ იძვრნენ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აქვს. ერთი, როგორც კი გომელაურმა მოაღო პირი, ეგრევე ჩემთვის ცხადი იყო ყველაფერი, რომ შეუძლებელია იმის ნდობა, რასაც ეხლა ლაპარაკობენ, რომ თურმე დაადგინა გამოძიება და მეორე ფაქტორი არის, თუ გახსოვთ თქვენ, როგორც კი BBC-ს გამოძიება დაიდო, რამდენიმე საათშივე ფაქტობრივად შეიძლება ბოლომდე არც ნახეს ეს გამოძიება, ისე გააკეთეს განცხადება, რომ ესე იგი ვუჩიულებთ BBC-ს აუცილებლად და იმის მერე აღარ გაუმეორებიათ ეს, უბრალოდ გადააკეთეს ეს განცხადება, იმიტომ რომ როგორც ჩანს დაეკითხნენ იურისტებს, რომლებმაც უთხრეს, რომ არა, ბოდიში, თუ უჩივლებ ამას ვერ მოიგებთ და შემდეგ უარესი იქნება შენივე პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ეხლა ამბობენ, რომ აი რეგულირებაში უჩივლებთ. აი ეს უკან დახევა 4 დღის განმავლობაში message box-ის, ეგრეთ წოდებული message box-ის ვერ გამართვა და მერე იმის ძახილი, რომ აი 80 და რამდენი ადამიანი თქვენს გამოკითხეთო? 93. მე მინდა რომ საზოგადოებას მივმართო, რომ აი თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ რაიმე რიგით საქმე მოწმეთ სახით გამოკითხული. რაიმე პატრული გამოგიძახებიათ, ხო? აი რაღაცა რიგით საქმეზე ყოფილხართ მოწმე. ძალიან გთხოვთ, წარმოიდგინეთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ გამოძიებამ გამოკითხოს 93, მე მგონი 90 ზემოთ იყო ყოველ შემთხვევაში ის რიცხვი, რაც თქვენს, ადამიანი, ექსპერტები, დაზარალებულები ასე შემდეგ და ამ 5 დღეში, ასე ვთქვათ, შეაჯერეს ეს ჩვენებები ერთმანეთთან, ჩართეს ექსპერტები გარეს და დაასრულეს გამოძიება იმით, რომ რაღაცა აი ეს მართლა არ ვიცი რა ბიდონი გვაჩვენეს 20 წუთის განმავლობაში და თქვენს რომ არა რაღაცა გამოვიყენეთ ჩვეულებრივი რაღაცა ცხელსადენი გაზი და ესეც ძალიან იყენებენ ამას რომ უნდათ რომ ამ ფორმულებში ამ აბრევიატურებში ახლართან ადამიანები რომ მე ჩვენ ვიფიქროთ რომ არა ეს რთულია რაღაცა გადამამახსოვრებინა და მოდი ამას აღარ გავყვები ძალიან მარტივი კითხვა არსებობს თუ მართლა ის ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი ტყუილი ჩამოთვალე ხა შენ რაც მამუკა მდინარაძის აი უბრალოდ დაუფიქრებლადაც გვახსოვს ხო და მე მინდა კიდევ საზოგადოებას შევახსენო ტრუსკავეცის და ამის მიღმა ეს კაცი გვეუბნებოდა რომ მაგალითად რომ რუსული კანონი არ გავიდო და არა არ შემოვიღებთო და მე შემოიღეს მაგრამ ასევე პლენარულ სხდომაზე არ გავაო აქცია და შევა და საათ ნახევარი არ იყო გასული სახლში მივდიოდი უკვე კიბეზე ვიყავ სულ ჩამოდი ანუ ყავს სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე რომელიც უბრალოდ იმდენჯერ არის ტყულში გამოწერილი რომ მე უბრალოდ სახლიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდებოდა მის ადგილას აი ღირსება რომ კონდეს ადამიანს ხო და მე ესე იგი ელოდებიან იმას რომ მოქალაქე უნდა ენდოს მამუკა მდინარაძემ რა კარგად გამოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროს ალექსანდრე დარახველიძე და მე საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ალექსანდრე დარახველიძე არის ადამიანი რომელიც 2023 წელს ბრიფინგზე იდგა და ყვებოდა რომ ტყუილია ცრუ ინფორმაცია რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დასაშლელად გამოვიყენეთ ტყუები და ხელში მეჭირა ამ დროს ტყუია რომელიც ჩემ მეგობარს ჩემ გვერდზე დგომ მეგობარს მოხვდა ფეხის არეში. აი ეს ორი ადამიანი, ანუ აბსოლუტური მატყუა რა, გამოჭერიანი ჯერ კიდევ რამდენი ტყუილია რა შეიძლება ვერ შეუყვეთ, მაგრამ რამდენი ტყუილია რომელშიც გამოვიჭირეთ, უნდა დავიჯეროთ რომ ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაცა გამოძიებებს აწარმოებენ, ეს არის ობიექტური და თან უნდა დავუჯეროთ მათ. არა, ეს გამოძიება ჩემთვის დამთავრდა, როგორც კი მოაღო პირი ვახო გომელაურმა და თქვა რომ ნივთიერებები რომლებიც ნახსენებია BBC-ს საგამოძიებო ფილმში და ისინი ხშირად ამბობენ ხოლმე BBC-ს ფილმს უწოდებენ გეგონება რაღაცა მხატვრული ფილმი გადაიღო BBC-ს ჩვენზე ესეც message box-ია კი და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ასე ვთქვათ არიონ საზოგადოება აი ბატონო